ვიწყებ მოგზაურობას ისლანდიაში, მითების და ლეგენდების, ვიკინგების და ტროლების ჯადოსნურ სამყაროში. თუ ეს ყველაფერი შენს გაინტერესებს, გამომიწერე და გამომყევი მოგზაურობაში. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ფრენები მქონდა, დღეს გადავწყვიტე შედარებით მსუბუქად დატვირთული დღე მქონდეს და ისლანდიის ტურის ეგრეთ წოდებული ოქროს რგოლის ორ ლოკაციას მოვინახულებ. პირველად ვესტუმრე გულფოსის ჩანჩქერს. იგი ისლანდიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მას ოქროს ჩანჩქერს უწოდებენ, რადგან მზიანი ამინდის დროს წყალი ოქროსფერი ხდება. იგი ევროპაში ყველაზე დიდი ჩანჩქერია და ამ ადგილს ასევე განსაკუთრებულ სისხლის, რომ ჩანჩქერს უყურებ ზემოდან და არა ქვემოდან, როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება ხოლმე. Როგორც ხედავთ, ტურისტებისთვის ისეა მოწყობილი, რომ ბილიკების საშუალებით სხვადასხვა ადგილიდან დააკვირდებით ჩანჩქერს, თუმცა ახლოს თუ მიხვალთ, დასვენება გარანტირებული გაქვთ. ცოტა სუვენირების მაღაზიაშიც შევიჭყიდოთ და ვნახოთ რა იყიდება და რა ფასად. ფასები არც თუ ისე დაბალია, როგორც ისლანდიისთვისაა დამახასიათებელი. აი ეს ისლანდიური თექის ამაგრები მაგალითად $13-დან იწყება. ეს ნახეთ, რა საყვარელია. მაგნიტების დიდი არჩევანი არ არის სამწუხაროდ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიცია მაქვს და ყველა ქვეყნიდან მიმაქვს მაგნიტი, ტრადიციულად მომიწევს რამის შერჩევა. დიდად სუვენირებს არ ყიდულობ ხოლმე, მაგრამ ეს ჭიქები ნახეთ, ისეთი საყვარელია, პირველად მომინდა ყიდვა. მოკლედ, სანამ შიერი დარჩენილ ვარ და მთელი მოგზაურობის ფული აქ გადამიყრია, ეს მაგნიტი შევიძინე და გავემართე ახალი ადგილის აღმოსაჩენად. მოვედი გეიზერის სანახავად. სტროკურის გეიზერი ისლანდიის ყველაზე აქტიური გეიზერია. წყალი მიწის ქვეშ 100 გრადუსამდე დუღდება და ზემოთ ამოიფრქვევა, რაც საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის და იზიდავს ტურისტებს. მისი სიმაღლე 40 მეტრსაც კი აღწევს ხოლმე. სტროკურის ამოფრქვევა ყოველ 4-5 წუთში ერთხელ ხდება, ასე რომ მისი დაჭერა და გადაღება მარტივია. ალბათ დამეთანხმებით, რომ შთამბეჭდავი სანახავია. აი ახლოს დადგომას კი არ გირჩევთ, რადგან მათსავით დასველდებით. თუ რა თქმა უნდა, ეს არ გინდათ. იქიდან გამომდინარე, რომ ისლანდიაში ზაფხულში არ ღამდება, მოგზაურებისთვის იდეალურია, რადგან მეტი დრო გაქვს მეტი ადგილის აღმოსაჩენად. თუმცა ისეთი დაღლილი ვიყავი პირველი დღისთვის საკმარისი იყო და სახლისკენ გავემართე. ახლა ღამის 11 საათია და მეტად აღარც დაღამდება. ვატყობ დღე და ღამე ამერევა, ისედაც 4 საათია განსხვავება ჩვენსა და ისლანდიის დროს შორის, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს. ხვალ უფრო მეტია აღმოსაჩენი და თუ შენს გაინტერესებს, დაელოდე ჩემს შემდეგ ვლოგებს. აბა დროებით.